მოგესალმებით მეგობრებო, შოდა ერთიერთზე ფეხბურთი ბრუნდება და დღეს განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ დღეს პირველად შოდა ერთიერთზე ფეხბურთი იქნება რეგიონში, კერძოდ ურეკში. მირიან, დიდი მადლობა. ბატონი მირიანი დამიკავშირდა, უნდა რომ განავითაროს ფეხბურთი რეგიონში. ნახეთ რა მაგარი ბიჭები, გულშემატკივრები, ყველას დიდი მადლობა და მეც იმიტომ დავიწყე შოდა ერთიერთზე ფეხბურთი და ზოგადად შოდას პროექტი, იმიტომ დავიწყე რომ მინდა ქართული ფეხბურთის განვითარებაში წვლილი შევიტანო და ამისთვის გამეხმარეთ, გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ, მოიწონოთ ეს ვიდეო, რომ ბევრი შეჯიბრი გაკეთდეს ნებისმიერი რეგიონიდან, გელოდებით დამიკავშირდით, გუნდები, აკადემიები, ნებისმიერი სიამოვნებით გავიაროთ დეტალები, როგორც ბატონი მირიანი, კიდევ ერთხელ მადლობა წარმატებები და დღეს იმედია ძალიან პირველ რიგში ეს არის შოუ, გავერთობით ბიჭები ისიამოვნებენ, ძალიან მაგარი ბიჭები და იმედია ამ ვიდეოთი და ამ ნაბიჯით რაღაცა წვლილი შევიტანთ ქართული ფეხბურთის განვითარებაში და აქედან დაიწყება საკლუბო ფეხბურთის აკადემიების ყველა რეგიონებში, რაც მთავარია რეგიონებში განვითარება და თბილისშიც ყველასთვის შოდა ერთიერთზე ფეხბურთი ღია, თბილისში ბევრი კეთდება შოდა ერთიერთზე ფეხბურთი და ასე რომ მეგობრებო, შოდა ერთიერთზე ფეხბურთი იწყება. გიო, გულშემატკივრებიც აღსანიშნავია, როგორი დაინტერესება არის საფეხბურთო აკადემია ფინთში. დღეს 8 მონაწილე იქნება მეგობრებო და მეოთხედფინალებით დავიწყებთ. რო გითხრა რა პოზიციას თამაშობ, ფეხით რომელი ხარ? აგვეცნო რა. ნახევარმცველი და მარჯვენა. შუანახევარმცველი ხარ თუ ფლანგებზეც? შუანახევარმცველი. და ფეხით მარჯვენა ხარ. რომელი ფეხბურთელი მოგწონს და გიყვარს მაინც, რომელს გულშემატკივრობ? რონალდო? წარმატებები. მოგესალმები კიდევ ერთხელ. შენ გაგვეცანი რა პოზიციაზე თამაშობ და ფეხით? დაცვაზე ვთამაშობ მარჯვენა ფლანგზე. მარჯვენა მცველი ხარ? ვა, ოჩახ. და მე მარჯვენა ფეხს ვხმარობ. შეტევაში გიყვარს წასვლა? კი. კი. ძალიან კაი, აბა, წარმატებები. ფეხბურთელი ვინ გევასება? ვინ მოგწონს? რონალდო შენ? აბა, წარმატებები. წავიდა ბიჭები. დაიწყე, ეგრევე დაიწყე. ბრავო, პირველივე. ბრავო, ყოჩა. რა მაგარი დაწყება იყო, ბრავო. მეგობრებო, ილოს შეტევა ვნახოთ ახლა. წავიდა. კარგია. ნახოთ ილო როგორ უპასუხებს. თამაშობთ. ვაუ! ეს რა იყო? ბრავო! ბრავო, ილო! შეგენაცვალეს, ვა! ბრავო, ყოჩა, ერთ-ერთი. საოცრება. შეტევაში ორივე ვნახეთ, რომ ძალიან მაგრები არიან. ბრავო, ბიჭები, ვაგზელებთ ერთ-ერთია. წავიდა. დაუბრუნე ჩვეულებრივ ვარ, შეგიძლია ყოჩა თამაშობ დრო ჩაირთო, ბრავო! რა გაგდება იყო? ვაო, რა კაი ვარდნა, თამაშობ. კარგი იყო, არა უშავს. ილიას ორი ქულა, ერთი შენ. წავიდა. ჩაირთო დრო. ნახოთ ილიას შეტევა კიდევ ერთხელ, ბრავო! და ბრავო, შვენიერი ვარდნა განახორციელა ნიკოლოზმა. ურეკში მთელი ამბები აქვს, ცეცხლიანი თო ეგრევე, ყოჩახ, ბავშვები მაგარ ხოძი არიან. წავიდა. დრო არის ჯერ. რაღაც ელოდება და აპირებს რაღაცას. სრულმოძრაობა უნდა და კაი ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ვარდნაში, ყოჩახ, ვარდნაში. წავიდა ილო. ჩაირთო დრო. რა გაუკეთა თამაშობ. ბრავო, ყოჩაღილო. გავა დასარტყმეზე? თამაშობთ, არის დრო. და ბრავო, ნიკოლოს. დაიცვა თავი. წავიდა.
დაუბრუნე და უაგზელებთ თამაშს. ოჩახ წავიდა დრო ჩაირთო. ნიკოლოზის რომ მოძრაობიდან ტყურის გაგდება უნდა, მაგრამ აქ ილო იდგა თამაშ ოფისე და გადავიდა. ილია 4 ქულა გაქვს. გოლს უგაიტან, გადადიხარ ნახევარფინალში. ნიკოლოზ თავი უნდა დაიცვა. წავიდა. თუ გაუტანს გოლს და ბრავო! ნიკოლოზ გოლი უნდა ნახევარფინალში რომ გადავიდეს, ილონ თავი უნდა დაიცვას. დაუბრუნე. წავიდა. ჩაირთო დრო. ო, რა გაუგდო! მეკარეს არ შეუძლია და არა უშავს. ილოს მიულოცოთ. ილოცავინო. ნიკოლოზ, ბრავო, მაგარი ბიჭი ხარ, კარგი იყო ყოჩახ. წარმატებები, ჯიგარი ბიჭი ხარ, ორივე ძალიან მაგარი ბიჭია. ხომ ეთანხმებით? ხომ მაგარი შეჯიბრი გვანახა? ბრავო, ბიჭები, ძალიან მაგარი გახსნა იყო და ნახოთ შემდეგი წყვილი რა შემოგთავაზებს. ურეკი ხოძია. წინა მეოთხედფინალი მართლა ძალიან მაგარი იყო, საოცარი და შემდეგი მეოთხედფინალი თემო გენაცვალე, თემო გაგვეცანი ძმაო. რა პოზიცია ხარ? ნახევარმცველი და შუა ცენტრი. შუა ცენტრი ნახევარმცველი ხარ? და ფეხით მარჯვენა თამაში. შეტევა უფრო გიყვარს თუ დაცვა, რომელი? შეტევაში უფრო გიყვარს თამაში? ისე ხო იცი რომ დაცვა საჭიროა, ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთში. წარმატებები. და გეგა გავიცნოთ. გეგა, შენს გაგვეცანი, შენი პოზიცია. ნახევარმცველი ხარ? თავდასხმა. გოლების გატანა გიყვარს? შენი საყვარელი ფეხბურთელი რო გითხრა? რონალდუ, ყველას რონალდუ ევასება. შენს გითხარი, შენს მესი. წარმატებები გეგა, შენს. შემდეგი მეოთხედფინალი თემო და გეგა. წავიდა. ბრავო. თემოს ერთი ქულა. რასო ოჩა, კარგი იყო. ოჩა. წავიდა. გეგა, კარგი გასვლა იყო. ბრავო გეგა! თამაშო! ოჩა, კაი დაცვა იყო. კაი ბიჭი ხარ. წარმატებები. წავიდა შეტევა. თამაშობ, ბრავო! ბრავო გეგა, ოჩახ. ბრავო, მაგარი ვარდნა იყო, სუფთა იყო მე მგონი, როგორც დავინახე. წავიდა. გაიქცა, მაგრამ არაპატია, ოჩახ არაპატია. წავიდა. ოჩახ. Salvo, bicho, salvo. Bravo. Magari. არაპატია. ილოცავ გადასვლას მეგობარო ნახევარფინალში, ყოჩახ და გეგა, ყოჩახ მაგარი ბიჭი ხარ, გენაცვალე, არა უშავს. გურო, გაგვეცანი, რა პოზიციაზე თამაშობ და შენი საყვარელი ფეხბურთელის გითხარი? მარჯვენა ნახევარმცველი, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ლიონელ მესი. ოპა, მესი კაია. ფეხში მარჯვენა. მარჯვენა, ყოჩახ, კაი ბიჭი ხარ, წარმატებები. და გიო, შენს გაგვეცანი? მე თამაშობ მარჯვენა მცველზე. მარჯვენა მცველი ხარ? შეტევა გიყვარს ისე? შეტევაც გიყვარს და დასვლაშიც კარგად ხარ. ძალიან კაი, საინტერესოა და ფეხბურთელის გითხარი, შენ საყვარელი გუნდიც გითხარი? ჩემი საყვარელი გუნდი არის ბარსა და მე მიყვარს ნეიმარი. ნეიმარი გიყვარს? ძალიან მაგარი, აბა წარმატებები. წავიდა, აბა. ნახოთ. გურო, უტევს
ვა, რა კარგი იყო. ბრავო, კარგი იყო. გიოს შეტევა ვნახოთ. წავიდა დრო. კაი გაგდება იყო. ბრავო. აღსანიშნავი იყო, რომ ოჩა, კაი ბიჭები ხარ. აღსანიშნავი იყო, რომ ბოლომდე ითამაშა. გურომ ჩართული იყო. ოჩა ბიჭები, მაგარი ბიჭები არიან. წავიდა. ოპა, კარგი იყო. წავიდა გიო. თამაშობთ. ბრავო, ოჩა გიო. გურო შეტევა, წავიდა. რა კარგია. კიდე გადაუტარა. თამაშო. ოპა. ბრავო. კარგი იყო, თხილად ბიჭები. თუ გაიტან გოლს, გადადიხარ. გურო, თავი უნდა დაიცვა, მეგობარო. წავიდა. ბრავო. Bravo. Bravo Guro. Bravo და კაია გურო, ჯიგარი ხარ, მაგარი ბიჭი ხარ. წარმატებები გურო. ენაცვალე, კაი ბიჭი ხარ, ყოჩახ და გიორგის მიულოცოთ გადასვლა. მურო და ანდრია, ხო? მურო, გაგვეცანია აბა, რა პოზიცია ხარ? რონალდო გიყვარს? თავდასხმაში თამაშობს, გოლების გატანაც გიყვარს ესე იგი. რონალდოს როგორც უყვარს, ისე გიყვარს გოლების გატანა? გენაცვალე წარმატებები და ანდრია. შენს გაგვეცანია აბა, რა პოზიციაზე თამაშობ? პოზიციაზე თამაშობ, მარჯვენა ნახევარმცველი. მარჯვენა ნახევარმცველი? მიყვარ ძალიან ბენზემა. ბენზემა გიყვარს, ვა, საღოლ ძმაო. აბა შენს წარმატებები. ავიდა. დაუბრუნე და ვიწყებთ ეგრევე. კაი გაგდება იყო. წავიდა მურმო შეტევა. დაუბრუნე და დრო ჩაირთო ბიჭები, შეტევა ვნახოთ. ყოჩა, ბრავო, ათამაშობ. ყოჩა. ვაუ! ბრავო, ბიჭები. მურმო რა ბიჭი ყოფილა, ო. წავიდა ანდრი. დაუბრუნე. ყოჩაღ ანდრია. გოლია ანდრია, გოლია. აუ რა კაცია. ბრავო. დაუბრუნე. ყოჩაღ მურმო. კიდე კარგად გაცდა და ჩემი თხილად. და ყოჩაღ. დაუბრუნე და დრო ჩაირთო. და ეგ მეკარესია. წავიდა. დაუბრუნო შეგილია და შეგვილია უკვე ჩაირთო. და ანდრია შეტევა 3-3-ია. თამაშობ და გადაუგდო მურმომ 4-3 მურმო. გოლს უგაიტან მურმო, გადადიხარ, ანდრი თავი უნდა დაიცვა. კარგად შევიდა. ბრავო და დამსახურებული მურმო გილოცაო, დამსახურებული გადასვა მურმოსი. ორი მეკარე ყავს ხეცები. გიო და ნიკოლოზი, ხო?
ბიჭები, აი რომ გითხრათ ეხლა თქვენ რა, რომელი ფეხბურთელი გიყვართ? აი რომელი გიყვარს, რომელი მეკარე უფრო სწორად რა, ეხლა მეკარეც ფეხბურთელია, მაგრამ აი რომელი მეკარე მოგწონს და თუ ბაძავ და ეგეთი ის თუ გაქვს რა მიდგომა. მე მიყვარს ბუფონი და მამარდაშვილი. ბუფონი და მამარდაშვილი? საერთოდ ბუფონი, ანუ უყურე ბუფონის იმებს, ხო, ვიდეოებს, იმიტომ რომ ხა ბუფონი მაინც ადრე თამაშობდა რა, ყოჩახ ძალიან მაგარი გემოვნება გაქვს, მამარდა ჩვენი ოქროკაცია და წარმატებები, გენაცვალე, შენს გითხარი აბა, შენი მე ტესტეგერი და ტესტეგერი და მამარდაშვილი თავისთავად, ჩვენიერი. მართლა კაი მეკარეები აგირჩევიათ და ორივეს წარმატებებს გისურვებთ, აბა, კაი ბიჭები ხართ, ესე გააგრძელეთ. ყოჩახ, ჩვენიერი გემოვნება აქვს ორივე მეკარეს. მეგობრებო, ეხლა ნახევარფინალზე გადავდივართ. ძალიან კაი შეჯიბრი მიდის, ვცდილობ რომ მაქსიმალურად უფრო გართობა იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ფეხბურთია, ემოციებია და იღებენ ემოციებს ბავშვები, მაგრამ ერთობლიან გულშემატკივრებიც არიან და აუ მიხარია რომ რეგიონში რაღაც ხმაურია, ფეხბურთია და შემეხმიანეთ მეგობრებო, რეგიონებიდან თბილისიდან ნებისმიერი ადგილიდან შევთანხმდეთ, დავგეგმოთ და გააცანით თქვენი გუნდი, თქვენი აკადემია, თქვენი ფეხბურთელები. პირველად საქართველოში შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთი მეგობრებო. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება და დამიწერეთ ასევე კომენტარებში სად გინდათ, სად იხილავთ შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთს. აბა გულშემატკივრები, აბა ქალბატონები, გოგოები, რა სიტყვით? როგორ მოგწონთ? ძალიან კარგი იყო და მოხარულები ვართ რომ ეს გაკეთდა ასეთი სურპრიზი ბავშვებისთვის ძალიან ქვაყოფილები ვართ თითქმის მშობლებიც. კი თქვენს მოგწონთ და ძალიან მომეწონა. ძალიან სასიამოვნოა ჩვენი მიზანიც ეგარი რომ პირველ რიგში უნდა იყოს გასართობი და შემდეგ ნუ ფეხბურთია შეჯიბრი მიდის სპორტია და ძალიან სასიამოვნოა და აბა წარმატებები. თქმა უნდა, ესეთი აქტივობები რომ მიდის ბავშვებსაც უხარიათ, უფრო მეტი მონდომება ექნებათ, უფრო კარგად სამომავლოდ უფრო და უფრო თან ვიდეო, ღონისძიება ერთი და ვიდეო გადაღება კი, რა თქმა უნდა. მილიონი ხარულო იქნება კიდე უფრო მეტი თუ იქნება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. მათთვის ჭირდება, ნამდვილად ჭირდება ეს ყველა. გაიხარეთ წარმატებები. ახალგაზრდები მოგესალმებით ამ გოლამებით ამ იმას და ცოტა ხელი შეწყობაც კაია რომ იქნებოდეს ზოგადად ხო აქ რეგიონში, ბურექში უმეტეს. ჩვენი რეგიონი მაინც არც იქით აღარ საკეთა და დაგდადა ვიცით რა და აი რომ აქანე დღეს არ იქნება აი ამას პატრონი ყავს აქანე და იმედია რაღაცა იქნება და მხიარულობაც იქნება და სპორტული აქტივობებიც იქნება და ყველგან თანაბრად ყველაფერი რომ ეს უწყობს ხელს უკვე განვითარებას და ჩემი მოტივიც ეგ არის. საინტერესოა და ანუ ასეც ველოდი სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ არ არის ნუ ეხა თბილისშიც არ ტარდება ისეთი იმდენი ღონისძიება და ასე თქოს ფეხბურთი სპორტული ფესტივალები არ არის ისეთი მასშტაბური, მით უმეტეს სადაც უკვე ვიდეოს გადაღება ხდება და ასე თქვათ შოდა არის YouTube პროექტი, ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი. გადავდივართ მე ნახევარფინალებზე. თემო და ილია წავიდა აბა ბიჭები პირველი ნახევარფინალი. და წავიდა პირველი ნახევარფინალი თემოს შეტევა ვნახოთ. ჭკვიანურად. მივარდა და ყოჩახ, სუფთა იყო. ილიას ერთი ქულა. წავიდა. ჩახილია კაიცრუ მოძრაობებია და რა კარგი იყო. ბრავო ილო, ოჩახილო. ავიდა თემო. წავიდა, დრო ჩაირთო. და ჯარიმა, გამეორება შეტევის, ცოტა ფრთხილად. დაუბრუნე. წავიდა. შევიდა თემო ამასობაში და ყოჩახ ილია. თამაშობ, შეგილია, გააგზელე, ჩაირთო დრო, წავიდა. კაი სულ მოძრაობები აქ ილიას ძალიან. ბრავო და წეგან დასარტყმეზეც გავიდა, ვნახოთ ეხლა რა სიზავს, დრო გაქვს და ბრავო.
ბრავო, კარგი იყო თემო. წავიდა. დაუბრუნე. წავიდა. დრო ჩაირთო. ელოდება თემო. არის დრო, არის ჯერ. და ყოჩახილია. 4-1 მეგობრებო, თემო თავი უნდა დაიცვა მეგობარო. წავიდა. ყოჩახ. ნახოთ რას და ბრავო თემოს და მშვენივრად გამოიყურება დაცვაში. ილო, თავს თუ დაიცავ, ცოტა უკან დაიწიე, ფინალში ხარ მეგობარო, თემო გოლი გინდა. წავიდა. ნახევარფინალი მურმო და გიო. წავიდა ბიჭები, აბა. დრო ჩაირთო. თუ გაუგდებს. და ყოჩახ გიოს ერთი ქულა. დრო ჩაირთო და მიუვარდა და არაპატია. ოჰო და მიულოცოთ. ყოჩახ. მურმოს შეტევა მეგობრებო. წავიდა. წავიდა. ყოჩახ მურმო. თამაშობს. არაუშავს, კარგი იყო. ბრავო მურმო. 3-0 მეგობრებო, 5 ქულამდეა ვიცით. მურმო თავი უნდა დაიცვა ყურადღებით. წავიდა. ბრავო მურმო, ბრავო. წავიდა, ნახოთ დაცვა როგორ იქნება. მურმო კარგად, მაგრამ ბრავო. კაი დაცვა იყო. ყოჩახ გიო. და ბრავო გიო, მიულოცოთ. ფინალში გადასვლა. შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთი ურეკში 10 წლამდე ბავშვებში საფეხბურთო კლუბ ფინცში წავიდა ფინალი ბიჭები ილია და გიორგი წარმატებები ორივეს წავიდა ილია ბრავო თამაშობთ ყოჩახ ილია არის დრო ბრავო ოჩაღ 1-0 წავიდა გიო შეტევა წავიდა გიო კარგია გიო ბრავო ილო ძალიან კარგად თამაშობს დაცვაშიც არ ეშვება და ორი წამი და დასრულდა და ქულა ილოს კარგი იყო ორივე კაი ბიჭები ხართ წავიდა ჩვენება კარგი იყო ბრავო ილია და ბრავო გიო კაი დაცვა იყო არ იყო ჯარიმა ჯიგრები ხართ ბრავო ორივეს კაი ბიჭები ხართ გიო წავიდა თამაშობ ჩაირთო დრო მოუბრუნდა და ბრავო ილო ყოჩახ ერთი გააკეთე ფლანგზე მიაქვს ილოს და ზურგით არის მაგრამ აქ ნახე რა უნდა და რა კაი ჩანაფიქრი ქონდა დრო არის რა სიზავს ილო ცოტა არის დრო უკვე 2 და გადავიდა და ყოჩახ გიოს წავიდა დაძაბულობა არის მაგრამ ნახოთ გიო რა სიზავს არის დრო გამეორება შეტევის წავიდა და ილოს ქულა 4-2 თუ გაიტან გოლს გამარჯვებული ხარ თავს თუ დაიცავ აგძელებ ბრძოლას ყურადღებით მოიცა
ავიდა, სიჩუმია. დრო ჩართულია. კარგი იყო. და ბრავო გიო, ბრავო, სუფთა დაფარება იყო და დამსახურებული ქულა გიორგის. ავსუ დაიცავ. ისევ გამარჯვებული ხარ, ახლოს ხარ. გოლი გინდა, გიო. წავიდა. აგრესიულად და მიულოცოთ ილიას გამარჯვება. დამსახურებული საკმაოდ კაი ბიჭია. ოჩახ გიო, კაი ბიჭი ხარ, ილოცავ. და გიოს ხოჩა, ყველას კაი ბიჭები. საოცარი შეჯიბრი შოუ. საოცარი იყო და მადლობა ნამდვილად ბიჭებს, გულშემატკივრებს. ახლა კი დაჯილდოვება იქნება მეგობრებო. აი ესეთი მედლები გრავირებაზე მადლობა მინდა გადაუხადო კომპანია შავიტის, რომელიც დაგვეხმარა და ესეთი ლამაზი მედლები გაგვიკეთა. მადლობა შავიტის, აღწერაში იქნება მათი მისამართი და აუცილებლად შეეხმიანეთ, ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებენ და დიდი მადლობა, აი ესეთი მაგარი მედლები დაგვიმზადეს. მედლები დავაჯილდოვებთ, მეგობრებო. გავამხნევოთ, ტაში დავუკრათ. მოდი. წარმატებები, ოჩახ. თემო, ძალიან მაგარი ბიჭი. ეს იყო ყველაზე უმცროსი მონაწილე. გეგა, ხო? წარმატებები. შემდეგი ანდრია. კაი ბიჭი, მაგარი ბიჭი. მოვიდა გურო. კაი ბიჭი, წარმატებები გურო. მურმო, წარმატებები, კაი ბიჭი ხარ. მეორე ადგილოსანი, სად არის ჩვენი მეორე ადგილოსანი გიორგი? გავამხნევოთ მეგობრებო. ძალიან მაგარი ბიჭი გიო. თან ფინალში რო დამარცხდა, მივიდა მიულოცა და პატივისცემა. ძალიან მნიშვნელოვანია, კაი ბიჭი ხარ. ყველანაირად ფეხბურთელი პიროვნება და შენ წარმატებები მეორე ადგილოსანი ისტორიული შოდა ერთიეზე ფეხბურთი ურეკში წარმატებები და გამარჯვებული დამსახურებული ნამდვილად ილია გენაცვალე ილო გამარჯვებული ილო შოდა ერთიეზე ფეხბურთის ურეკში გამარჯვებული ძალიან მაგარი ბიჭი ილო მიულოცოთ წარმატებები ილო გენაცვალე კაი ბიჭი კაი ცხოვრება კაი ფეხბურთი ყველაფერი ილოს ჩვენი მეგობარი კომპანიისგან Blue Story გადაეცემა საჩუქრად საქართველოს ნაკრების ფორმა Blue Story ონლაინ მაღაზია რომელიც აწარმოებს ძალიან მაგარ ხარისხის ფორმებს საქართველოს ფორმები ბევრი აქვთ ძალიან მაგარი ხარისხი რაც მთავარია ბიუჯეტურად დაბალ ფასებში და ესეც დამსახურებული ილოს Blue Story-სგან აი ესეთი მაგარი მაიკა, ესეთი საქართველოს ნაკრების მაიკა, ილოს ესეც შენ ძმაო. წარმატებები. შეგილია ამაში ჩადო. მადლობა Blue Story-ის ონლაინ მაღაზიას, ამისთვის ესეც შენ, ჩემო მეგობარო. მეორე ადგილოსანს ასევე Blue Story-სგან გრიფსოკი და შიტოკი, რომელიც აი ესეთი ძალიან მაგარი შიტოკი და გრიფსოკი, ესეც შენ მეგობარო და წარმატებები ასევე კაი ბიჭი ხარ, მაგარი ბიჭი ხარ და წარმატებები. მეკარეებსაც შოდასგან ესეთი ხელთათმანები, ესეც თქვენ მეგობრებო, კარგი თამაშისთვის და მონაწილეობისთვის. თქვენ რო არ ყოფილიყავით, ეს შეჯიბრი ვერ განხორციელდებოდა სამახსოვროდ ეს ჩემგან თქვენ იმედია ისტორიული ვიდეო იქნება ესეც თქვენ. მადლობა იმისთვის რომ ფეხბურთს ხელს უწყობთ, განვითარებას, ბავშვებს გვერდში უდგახართ, ეხმარებით. ეს იყო დღევანდელი შეჯიბრი, ძალიან სასიამოვნო, ემოციური. ყველა ვიმხიარულეთ? გენაცვალეთ. შენი ემოციები გაგვიზიარო, როგორი სიამოვნე, კარგი იყო თუ არა შოდა ერთიეზე ფეხბურთში. მონაწილეობის მიღება და გამარჯვებული ხარ ძმაო. აბა გითხარი შენი ემოციები. თავიდან რომ გავედი ცოტა ნერვიულობდი, მაგრამ ანუ მე ერთ პირველ რომ მე მუღამი შევედი რა. ხო და ანუ არ ნერვიულობდი, მაგრამ მოგიხსნა მე რა. არ ვიცოდი თუ მოვიგებდი, მაგრამ ბოლოს გავედი ფინალში და მოვიგე. ილოცავ, დამსახურებულად ნამდვილად საკმაოდ
გამორჩეული სიყავი, შეტევაშიც კარგად, დაცვაში ჩვენივად ახერხებდი, მოკლედ დაცვასაც და ილოცავ და სულ წარმატებები. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის და მეც ჩემი შოდას გუნდთან ერთად სიამოვნებით ჩამოვედი, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში ფეხბურთის განვითარება და ეს ღიარულება, ასე ვთქვათ, ხმაური და გამიხარდა რომ შემეხმიანეთ, შევთანხმდით რაღაცეებზე და დაალაგდა კიდეც. მადლობა ამისთვის და შეაფასე რა, შოდა ერთი ერთზე ფეხბურთი შეაფასე ეს პროექტი. ეხა ეს რა თქმა უნდა ვიდეო იქნება, აისახება ვიდეოში და კიდევ უფრო მაგარი იქნება, მაგრამ რეალურად ვიდეოსაც თავი რომ დავანებოთ, აქ ისეთი სიტუაცია იყო, მაგაზე რო გითხრა, ორიოდე სიტყვით რო გითხრა როგორი იყო რა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გულთან მიიტანეთ ჩვენი თხოვნა და მოვბრძანდით. ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს მთლიანად საქართველოში და ასევე ურეკისთვის ეს დღეს ზეიმია. ნამდვილად და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ვინდა ჩვენს ძვირფას ბავშვებს გადაუხადო, ძალიან მაგრად იბრძოლენ და წარმოაჩინեն თავი, ასევე მადლობა მშობლებს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ღონისძიების მომზადებაში მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა და მადლობა დავით გელაძეს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ლამაზმა ბავშვებმა ენერგიულად ივარჯიშონ ამ სპორტულ მოედანზე. ხედავთ რა სივრცეა და მაგარი პროექტია რა და ყველას მოგიწოდებ, რომ ჩაერთოთ ამ პროექტში, წაახალისოთ ბავშვები, შეუქმნათ мотиваცია, გამოიწეროთ არხი და ყველა მეტად ვაკეთოთ კეთილის საქმე. მადლობა ყველას. წარმატებები კიდევ ერთხელ. მადლობა. ეხლა რომ შეგვიფასო შენი ემოციები, ეხლა ფინალში გახვედი, მშვენიერი შედეგია ნამდვილად და გილოცავ ამ მეორე ადგილს და რო გითხრა შენი ემოციები შოდა ერთი ერთზე ფეხბურთზე და თუ უყურებდი საინტერესოა მანამდე თუ გინახავს შოდა ერთი ერთზე ფეხბურთი ხა თბილისში ტარდება ძირითადად, მაგრამ თუ გინახავს და თუ უყურებდი და თუ გაქვს არხი გამოწერილი კიდე. რო გითხრა, აბა? კი, უყურებდი და არხიც მაქვს გამოწერილი. გენაცვალე. ძალიან გამიხარდა არ ველოდი. არ ველოდი მეორე ადგილს, საინტერესოა. ძალიან კაი. წარმატებები კიდევ ერთხელ, აბა? ეს არის შოდა ერთი ერთზე ფეხბურთი, პირველად საქართველოში. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და გელოდებით მეგობრებო.